Afgan Sadigov-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, თუმცა როგორც ჩანს, საფრთხეები კვლავ არსებობს. იურისტები აცხადებენ, რომ საქართველოს უგულებელყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით ქართულ მხარეს Sadigov-ის აზერბაიჯანში ექსტრადაცია ეკრძალებოდა. ჟურნალისტის გაყვანის პროცესი ადვოკატებს დაწყებული ჰქონდათ. ამზადებდნენ საჭირო დოკუმენტაციას, თუმცა გადაწყვეტილება ღამის 4 საათზე მიიღეს. სხდომის ჩანიშნავამდე მას სახლში შეუვარდნენ და სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო დააკავეს და როგორც თქვი, შემდეგ უკვე აზერბაიჯანში გადაიყვანეს. ჩემი კოლეგა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ახლა ჩვენი სტუმარი. მობრძანი ზვიად, შესავალში ვთქვი, რომ კარგი რამ რომ მომხდარიყო, აწი ეგ უნდა გვიკვირდეს თქო, თუმცა ეს ცხადია არ ქმნის იმის წინაპირობებს, რომ დაგვიბლაგდეს და დაგვიჩლუნგდეს რეაქციები ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ასეთი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების განნორმალურობასთან დაკავშირებით. როგორია თქვენი თუმცა ამის ნორმალიზებას ქართული ოცნება ცდილობს, ხო? რამდენად რასაც საუბრობდი შესავალში ახლა აფგან მუხტარლისთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის იყო გამონაკლისი, ის იყო ერთეული შემთხვევა, არც დარწმუნებული ვარ შენ, არც არავის, ვინც აკვირდებოდა ამ პროცესებს, ეს განცდა ბუნებრივი არ ექნებოდა მაშინ, იმიტომ რომ ასეთი ქმედება სახელმწიფოს სახელით არის დანაშაულზე მეტი. ასე ვიღაც ერთმა კაცმა რომ გააკეთოს, ადამიანი გაიტაცოს და სხვა სახელმწიფოში გადააგდოს, ხო? ეს ხო ძალიან სერიოზული კრიმინალია, კიდნეპინგი, ადამიანის ასეთი გატაცება, მაგრამ ამ შემთხვევაში 2017 წელს ეს გააკეთა ქართულმა სახელმწიფო ინსტიტუციებმა და ამ 9 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ სხვა აზრი გაჩენილი იყო საზოგადოებაში. და მართლა ეთქვათ, რომ აფგან მუხტარლიმ ეს თვითონ გააკეთა. ჩამოიმხო ტომარა და გადახდა ნეიტრალურ ტერიტორიაზე ლაგოდეხში. და ასეთი ზღაპრები მე შემდეგშიც ბევრი ცადეს თითქოს რომ ეჭმევინებინათ საზოგადოებისათვის აი ამ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ხო, მაგრამ აი გუშინ უბრალოდ თავისით გადახდომის მაგალითები საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაშიც ოფიციალურ ვერსიებად ვიხილეთ მაჩიაშვილის შემთხვევაში. კი, იგივე ხდებოდა ბატონი ქათამაძის შემთხვევაში, ხო, რომელიც თურქეთს გადასცეს და აი გუშინ რეალურად ეს ნორმალიზება კი არ გააკეთა გუშინა დღეს დილით სახელმწიფომ, არამედ მან თქვა, რომ ეს არის ის წესი, რომლითაც მე ვცხოვრობ და რომლითაც მე მოვექცევი არა მარტო არა საქართველოს მოქალაქეებს, რომ დამჭირდეს საქართველოს მოქალაქეებსაც. ანუ ის რაზეც შეიძლება აქამდე არ ქონდა დადასტურებული პასუხი, ფაქტობრივი დადასტურება რაღაც კონკრეტულ შემთხვევებზე. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აღარა მაქვს ახლა მე თქვენთან კუკუდამალობანას თამაშის ხალისი, მე ღიად გეუბნებით, რომ ამას ვაკეთებ სახელმწიფო ინსტიტუციების ხელით. ხო, მე გავაკეთე აფგან მუხტარლიც, მე გავაკეთე გიორგი ბაჩიაშვილიც და ყველას მიმართებაში მე ასე მოვიქცევი. ეს იყო მისი პასუხი წუხანდელი გვიან ღამის აქციელი და დღეს დილით ქართულ საზოგადოებას დახვდა აი ეს ამბავი, რომ ღამის 4 საათზე მოვიდა საქმიანად პოლიციელი, მოვიდა საქმიანად მოსამართლე, დასხდნენ, იმიშელეს და მიიღეს 9 საათში გადაწყვეტილება და 1 საათში ადამიანი უკვე ყავდათ გაყვანილი საზღვარზე. ეს არის ზუსტად იმ სახელმწიფოს ანატომია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავოსობს ქართულ საზოგადოებას. სანამ საქართველოს საუბარს გავაგრძელებთ, თავად ბატონ Sadigov-თან დაკავშირებით, რამე დამატებით ინფორმაციას ხომ არ ფლობთ გარდა იმ ძალიან წირი ინფორმაციისა, ეს ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ფაქტია, რომ Sadigov-ის ექსტრადიცია არ მომხდარა, ეს იყო Sadigov-ის დეპორტაცია, ანუ ის ქვეყნიდან გააძევეს, როგორც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი ადამიანი და დღეს ცდილობენ რომ საზოგადოებას დაუმალონ, რატომ აღმოჩნდა აფგანის საქართველოში, რატო იყო აქ დაკავებული, რატომ შიმშილობდა ამდენი ხანი საპატიმრო დაწესებულებაში, რატომ ჩაერია სტრასბურგის სასამართლო რამდენიმეჯერ და მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ აფგან Sadigov-ი არ უნდა გადაცემოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას.
და როგორ უნდა ყოფილიყო დაცული მისი თავისუფალი ცხოვრება საქართველოში, ვიდრე არ გაარკვევდა სტრასბურგი ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის იმას, რომ იგი ყოფილიყო გაყვანილი თავის ოჯახთან სამშვიდობოს და შემდგომ დაეწყო მას ნორმალური ადამიანური ცხოვრება. არ ყოფილიყო ის დევნაში და არ ყოფილიყო ის ემიგრაციაში. ჩვენ ვიცით ქალბატონ თამთა მიქელაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის ორგანიზაციაც ადვოკატირებას ეწეოდა ბატონი ამგანის, რომ ეს პროცედურები იყო უკვე აღძრული, ასე ვთქვათ და გარკვეულ საფეხურებს გადიოდა იმისთვის, რომ აფგან სადიგოვი ისედაც აპირებდა საქართველოს დატოვებას. ანუ უხერხულობის ის მომენტი, რომელიც შეიძლება ქონოდა საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიულ მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობაში, მათი მოწინააღმდეგე პირის საქართველოში ყოფნისა და აქტივობის თვალსაზრისით, თავი დავანება თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, აქ ამ შემთხვევაში ყველა სიტყვის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული და ალბათ ამით უნდა განსხვავდებოდეთ ჩვენ სხვა ჩვენი სამეზობლოსგან, მაგრამ დაუშვათ ეს მომენტიც ამ უხერხულობის აქ არ არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ სადიგოვი აქ რჩებოდა, ანუ ყველა მიცოდა მათ შორის ქართულმა ოცნებამ და მისმა სპეციალურმა სტრუქტურებმა, იმიტომ რომ ეს განაცხადები ჰქონდა წარდგენილი ოფიციალურად მის ადვოკატებს, პირდაპირ გაგებით რამდენიმე დღეში აპირებდა სწორედ როგორც კი დამთავრდებოდა ეს პროცედურა. ეს პროცედურა, ხო. და რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მოდი ვივარაუდოთ, ისიც რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ცოდნოდა, იყო თუ არა გაუქმებულია აფგან სადიგოვის პასპორტი, რომელიც მას ჰქონდა აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი და ეს თავისუფლად თუ დადგებოდა საკითხი, რომ დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია აფგან სადიგოვს, ის მოქმედი პასპორტით გავიდოდა ნებისმიერ ქვეყანაში, ხო? და ეს უპრობლემოდ მოხდებოდა, მაგრამ ზუსტადაც შეთანხმებული მოქმედება აქ იმაში ჩანს, რომ საქმე შეაჩერეს და პასპორტიც გაუუქმეს აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში, ეს იცოდა საქართველოს ხელისუფლებამ და მომენტალურად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ხდება 4 დღის განმავლობაში. ეს არ არის რაღაცა გრძელი ეპოპეა, ეს არის დაჩქარებული სპეცოპერაცია, ზუსტად იმიტომ, რომ მოეხდინათ აფგან სადიგოვის დეპორტაცია და აფგან სადიგოვი თავისუფალ მოქალაქედ რომ არ უნდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეს მათ ბევრ განაცხადში წაკითხული მოსმენილი გვაქვს და მეტიც ხო რომ ვსდომოდათ რომ აფგან სადიგოვი წასულიყო თავისუფლად რომელიმე ქვეყანაში საქართველოდან რა თქმა უნდა ის იმ პასპორტს არ გაუუქმებდა აზერბაიჯანის ხელისუფლება და ამ პასპორტით იგი როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე იმოქმედებდა და მისი განახლება არ დაჭირდებოდა ბაქოში ხო ეს იმიტომაც გააკეთეს რომ რა თქმა უნდა ხა დღეს კი საიმიგრაციო სამსახური გაესაუბრა და დღეს ამ წუთას როგორც ვიცით ოფიციალურად ადვოკატის მეშვეობით ის არის ნათესავის ბინაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აფგან სადიგოვის მიმართ დევნა აზერბაიჯანში არ იქნება და ეს იქნება ძალიან მკაცრი დევნა, ეს იქნება ძალიან სასტიკი დევნა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა ტიპის დევნა იყო მის მიმართ მანამდე და ჩვენ ვიცით რა ჩანაწერი გააკეთა სტრასბურგმა თავის გადაწყვეტილებაში, რომ ის იქნება არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, უკვე ვიცით, რომ ის იქნება წამების მსხვერპლი და არც იმას არ გამორიცხავენ რომ შეიძლება იგი მოკლან კიდეც. იმიტომ რომ ასეთი მასშტაბის აგრესია როდესაც აქვს, რაიმე ტიპის ხელისუფლებას ერთი მოქალაქის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ის მას გაუსწორდება უსასტიკესად და ეს ვიცით და ეს იცოდა, რა თქმა უნდა, მოსამართლე ქოჩქიანმაც, ეს იცოდა ამ პოლიციელმა კერესელებმა, ყველამ იცოდა, ეს ვინც მონაწილეობდნენ ფორმალურად ამ საქმეში და რა თქმა უნდა, იცოდა ეს ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აი ეს დაკვეთა გასცა უშუალოდ ივანიშვილს რაც შეეხება, ჩვენ დადასტურებულად შეგვიძლია ვიმჟელოთ მაყურებელი ნახავს კიდე კადრებს, რომ ალიევის სტუმრობისთვის ისინი სათანადო მომზადებულები არიან. პრეზიდენტ ალიევის ყოფილი სიძე, მისი შვილიშვილების მამა, ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი ფიგურა აზერბაიჯანულ ვერტიკალში, ბატონი აგელეროვი
არანაკლები ფიგურა რუსულ პოლიტიკაშიც. რუსულ პოლიტიკაშიც გეთახმები. ჩამოვიდა და მას მასპინძლობს ვინ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი, ის ათვალიერებინებს გარკვეულ სივრცეებს, ასტუმროებს, სხვადასხვა ადგილებს, აი ამ კადრებს გადაადგილდებიან ისინი საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ჩანს ეს აი ამ რაღაცა ვიზიტის შესაძლებელი. ჩვენ ნახავთ ხვალ რომ ილხამ ალიევი არ შეხვდება ირაკლი კობახიძეს არ მხოლოდ ან დაუშვათ შალვა პაპუაშვილს ან საერთოდ შეხვდება თუ არა შალვა პაპუაშვილს კაცმარიც, მაგრამ ის აუცილებლად შეხვდება ბიძინა ივანიშვილს. ეს პრეცედენტებიც რაზე მეტყველებს როგორი ტიპის ქვეყნა ჩამოვყალიბდით ახლა ჩვენ, როგორ აღვიქვებებით უკვე არა მარტო რეგიონში, არამედ მთლიანად. ყველაზე რთული რა თქმა უნდა არის დემოკრატიული მართლობის წარმართვა და დემოკრატიული მართლობის გაძღოლა და დემოკრატიულ მართლობებთან ურთიერთობა. იმიტომ რომ დემოკრატიებში ძალიან ბევრი განსხვავებული ფაქტორები თამაშობს როლს და ეს არის ერთი მხრივ ძალიან საინტერესოც, მეორე მხრივ ძალიან რთულიც. გაცილებით იოლია ავტორიტარების ურთიერთობა, გაცილებით იოლად ახერხებენ ავტორიტარები ურთიერთობას და მათ შეიძლება სწორედაც რამე გაწერილი სახელმძღვანელო დოკუმენტით კი არის ხელმძღვანელო, არამედ ხელმძღვანელო საკუთარი წარმოდგენით, აი რა შეიძლება გაუხარდეს მას. ვისთანაც მინდა რომ კონდეს თბილი ურთიერთობა, ან ვინც მჭირდება ახლა მე და დემოკრატიაში, დემოკრატიულ მართლობებში ასეთი მიდგომები არ არის ხოლმე. აი ჩვენ დღეს ამას უყურებთ, რომ რა უნდა ბიძინა ივანიშვილს, ფაქტია რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ საქართველოში ჩამოსულიყო ალიევი და ბუნებრივია ძალიან ბევრი წინასწარი ვარაუდები არის, რომ რა შეიძლება მას უნდოდეს ილხამ ალიევისგან, ან რა უნდოდეს ილხამ ალიევს მისგან. ყოველ შემთხვევაში ეს არ იქნება დემოკრატიული სტანდარტის გარიგება, ეს იქნება ავტორიტარული გარიგება, ისეთი რომელიც შეიძლება საზოგადოებისთვის არც იყოს ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე და არც იყოს გასაგები ფართო საზოგადოებისთვის. ამიტომაც ასეთი ტიპის მართლობებში ძალიან მიღებული ჟესტი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის ფეოდალური მართლობის წესი, რომლითაც ის ცდილობს რომ დაუმტკიცოს სხვა არც თუ დემოკრატიული მართლობით გამორჩეულ მართლს, რომ მე შემიძლია რომ შენ აი ასეთი შენს გამო ამ ხელამ სვერპლიც შევწირო და ასეთი ნაბიჯი გადავდგა, იმიტომ რომ მეც არ მაინტერესებს რა არის დემოკრატია. აი ჩვენმა საზოგადოებამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნები უნდა გააკეთოს, რომ ასეთი ტიპის მართლობა რამდენად არის მისაღები თითოეული ჩვენგანისთვის, რამდენად შეიძლება რომ მოქალაქე ირწმუნოს ის, რომ ის საერთოდ მართლობაში არაფერს არანაირ როლს არ ასრულებს, რომ ის არის ნომინალური არსება, რომელმაც მარტო უნდა საუკეთესო ვარიანტში გროშები მიიღოს გასამრჯელოდ და მეორე საუკეთესო ვარიანტში უკაცრავად აი ამ უტრირებისთვის სუპი მაქვს, სუპს ჭამს, აი ეს აკეთოს, თუ ის იყოს მონაწილე აი ამ სახელმწიფოებრივი მართვის პროცესის და მან არ მიიღოს მართლობის ეს წესი, მან უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა თუ არა იმას, რომ შეიძლება ასეთი ტიპის ავტორიტარულმა მართლობამ ადამიანი გაიტაცოს, ადამიანი შუაღამისას გაასამართლოს და შუაღამისვე გადააგდოს სხვა ქვეყანაში. რაც დაწერა აფგან სადიგომმა თავის Facebook სტატუსად და რაც მოუდეს შარად, რომ აი ამის გამო უნდა ადმინისტრაციული დევნა დავიწყოთ მის მიმართო, იქ მას არც საქართველოს უხსენებია, არც აზერბაიჯანი, არც ივანიშვილი და არც ალიევი. მან თქვა, რომ იქ სადაც დემოკრატიაა, ხელფასისა და იქ პაგონები უწერია, ხო, სამხრეების გამო პოლიციელები ყველაფერს გაქელავენ და გადააბიჯებენ ღირსებას და სამართლიანობას. ეს თქვა მან და რამდენიმე საათის შემდეგ ეს ყველაფერი აქციეს რეალობად. ზუსტად მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავი და კიდევ ერთი ესეთი ძალიან ცუდი
არასასიამოვნო, ძალიან ცუდი მოვლენის კომენტირებას ვახდენთ ერთად და მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ხას უსვავთ იმას, რომ ეს ყველაფერი ღამით, ღამის 4 საათზე მოხდა და ასე შემდეგ, მაგრამ ვახსენოთ ისიც, რომ იმავე სასამართლო დარბაზებში, ამავე ჩინოვნიკების, პოლიციელებისა თუ მოსამართლეების მიერ დღის სინათლეზეც ხდება ზუსტად იგივე საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში და სამწუხაროდ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ხო? ვერც ეს სისტემა მართლმსაჯულების, ვერც ეს სისტემა სამართლიანობისა და წესრიგის დამკვიდრების და ვერც ეს პოლიტიკური სისტემა, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ავტორიტარიზმისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს მოქალაქე. არა აქვს მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქე იქნება აზერბაიჯანის თუ ვისი. კი, თუმცა ამ შემთხვევაში ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი, ჩვენთვის კიდევ განსაკუთრებულად მტკივნეულ შტრიხს მთელს ამ ისტორიას უმატებს ის, რომ ეს არის ქართული ტრადიციული ღირებულებითი ამ ფილოსოფიურ ასპექტებზე როგორ მოიქცა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი ადამიანი, რომელსაც შეიძლება რაღაცა უხერხულობები შეიქმნა რაღაცა ტიპის შენი პოლიტიკური ინტერესებისათვის, შენ გქონდა შესაძლებლობა ეს პრობლემები მოგეგვარებინა უმტკივნეულოდ, ისე რომ მთელი ქვეყნის და საზოგადოების რეპუტაცია ასე არ და მეტიც ვთქვა, რომ საერთოდ არ იყო პრობლემა, აქ იყო რა თქმა უნდა მთელი საზოგადოების და მთელი სახელმწიფოს ღირსებაზე საუბარი და ეს ღირსება გუშინ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მმართველობითმა სისტემამ გაქელეს ბოლომდე. მადლობა ზვია ჩვენ